მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დაგიბრუნდით ახალი საჯარო გაშლით. მოგეკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ პერიოდში კომენტარებში ჩნდებოდით და მკითხულობდით ხოლმე, ჩემი პირადი მიზეზების გამო მიწევდა ცოტა ხანი პაუზის აღება, მაგრამ აი ახლა საბედნიეროდ დაგიბრუნდით კვლავ. დღეს მექნება საჯარო გაშლა ესეთ შეკითხვაზე. ახალი ადამიანი, ახალი ნაცნობობა, თუ ვინმე გყავთ, აი ამ ადამიანის მიზნები, მოლოდინები თქვენთან დაკავშირებით როგორია და ეხლა რაღაცა ძალიან საგაზაფხულგანწყობა და ატმოსფერო მაქვს ამ ალტარზე, ამ წუთას, ამიტომ მოდი გამოვიყენებ ფერიების დასტას. ჩემი ერთ-ერთი პირველი დასტა და ძალიან მიყვარს. აქ ძალიან ესეთი გაზაფხულური და ძალიან მსუბუქი ხასიათი. მსუბუქი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ზედაპირულად უთქება არა პირიქით. ძალიან სიღრმისეული პასუხები აქვს ხოლმე. ამიტომ მოდი ვცადოთ. ახალი ნაცნობობა თქვენს შორის და ამ ადამიანის მიზნები, მოლოდინები როგორია თქვენთან მიმართებაში. პირველი არჩევანი გამოვწევ ახლა მეორე და მესამე. ეხლავე დავალაგებ. მოდი მესამე ვარიანტისთვის აი ეს იყოს. მეორე ვარიანტისთვის გვქონდეს ეს ლაზურიტი და რა რჩენს? აი ეს იყოს მესამე ვარიანტისთვის. ძალიან შორს არის. მოკლედ მესამე, მეორე და პირველისთვის გვქონდეს, რა გვქონდეს? აი, სელენიტი. პირველი, მეორე და მესამე. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. მე კი დავიწყებ პირველი არჩევანი, ვინც გააკეთეთ აი ამ სელენიტზე. აქ გვაქვს ხუთიანობის კვერთხები. საინტერესოა. სავარაუდოდ ეს შეიძლება ასეც აღვქვათ, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე შესაძლებელია გყავდეთ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ადამიანი თქვენს გარშემო, ვინც დაინტერესებულია, ვთქვათ, ხო, ბევრი. ყოველ შემთხვევაში იმაზე უფრო მეტი, ვინც აქამდე იყო ხოლმე. ეს ვარიანტიც შეიძლება განვიხილოთ. ან რაღაცა კონფლიქტი მოგივიდათ ამ პიროვნებასთან, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ. მოდი დავაზუსტოთ, ხო? იმიტომ ხა ძალიან ორაზროვანია ამ შემთხვევაში ეს არკანი. პირველ ვარიანტთან ჩაფიქრებული პიროვნების ეს ახალი ნაცნობი ვინც არის, ხო? აი რა მოტივებით შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რა განსხვავება აქვს? მიზნები და გველაპარაკოს დარო. არა, აქ რაღაცა კონფლიქტურს მე ვერ ვხედავ, პირიქით ძალიან შვიდი ატმოსფერო შეიძლება იდგეს თქვენ ორს შორის. უბრალოდ შეიძლება თვითონ ამ ადამიანს ჰქონდეს იმის განცდა, რომ აი თქვენს გამო არის რაღაც კონკურენციაში ჩაბმული და შეიძლება ეგონოს ამ ადამიანს, რომ აი იმისთვის, რომ თქვენ მოგიახლოვდეს და თქვენ მოგიპოვოთ, რაღაცა ბევრი შემცილებელი ყავს. შეიძლება ესე ეგონოს და გონია, რომ რაღაცა ბევრს უნდა გაუწიოს კონკურენცია.
თორემ მისი განწყობა და ზრახვები არის ძალიან ფრთხილი სხვათა შორის, იცით? ძალიან მომთმენი შეიძლება იყოს თქვენთან, ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის საწყის ეტაპზე მაინც, იმიტომ რომ ეხლა ამ მომენტში ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ კარგად რომ არ გიცნობთ, ცდილობს რომ აი ძალიან მოზომილად შეარჩიოს სიტყვები, რომელთაც მოგმართავთ. მისი შეკითხვები, რაღაცა შეხვედრის შემოთავაზება თუ რასაც გააკეთებს, აი ძალიან ფრთხილად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და იცი როგორი ტიპის ადამიანია, რომ არ იჩქარებს ურთიერთობის განვითარებაში, აი ნელ-ნელა რაღაც თავს რო შეგაჩვევთ და შემდგომ რო გადავა რაღაც ნაბიჯებზე, ესეთი ტიპაჟის ადამიანია, ეხლა აქ მე ვისაც ვუყურებ. რა მოტივი აქვს ამ ადამიანს პირველობთან? რა მოტივით შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში? აი რა უნდა თქვენთან? როგორი ტიპის ურთიერთობა სურს? საინტერესოა. ერთადერთი ხა დავაზუსტებ ეს თქვენ გიხებათ თუ უფრო მეტად მის. გავიგე. ეს ინტერესოა. გავიგე. ეხლა ნახე როგორი პასუხი გვაქვს პირველ ვარიანტთან. ტარო გვეუბნება იმას, რომ ამ ადამიანის ზრახვები და მოტივები თქვენთან მიმართებაში არის იცით როგორი ძალიან თავდაჯერებული ადამიანია. აბსოლუტურად დარწმუნებული თავის თავში, თავის სურვილებში, იმიტომ თვითონ ამოდის როგორც კვერთხების მეფე. აი უკიდურესად თავდაჯერებული ტიპია. დარწმუნებულია იმაში, რომ თქვენს მოხიბლას შეძლებს, თქვენს დარწმუნებას იმისთვის, რომ ურთიერთობაში აგიყოლიოთ და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ თვითონ თქვენ ხედავთ ეს ადამიანი იმდენად ლამაზად, შემდგარად, ჭკვიანად, მიმზიდველად, სასურველად ასე შემდეგ, რომ ამ ადამიანს გონია, რომ იცი რა, რატომაც არა, მე ვიმსახურებ ესეთ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში. ანუ თქვენზე ფიქრობს ამას, რომ იმდენად კარგი ტიპია, რომ თქვენ გიმსახურებთ. ხო, არ ვიცი, შეიძლება მართლა ეგეთი კარგი ადამიანიც აღმოჩნდეს, ხო? ყოველ შემთხვევაში როგორც ესეთი მე ვფიქრობ ეხლა ამ გაშლის მიხედვით, რომ შესაძლებელია რომ საკმაოდ სერიოზული ზრახვები გქონდეს. ეხლა სერიოზულში ვგულისხმობ იმას, რომ აი რაღაც აი უბრალოდ დროის გაყვანისთვის ამას არ აკეთებს. ანუ ადამიანის წინასწარ განწყობა არის, რომ აი თუ ეს ურთიერთობა ორმხრივად საინტერესო იქნება, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ კი გამოგვივა. ანუ ეს უბრალოდ მართლა დროის გაყვანისთვის ამას არ აკეთებს, არც რაღაც გულის გადასაყოლებლად რა. აი რო დაშორდებიან ვიღაცას და მე სხვაზე რო გადაერთვებიან, არა, ეგ მომენტიც არა აქვს. უბრალოდ აი ვნახოთ რა გამოგვივა, სურვილი აქვს, მაგრამ ну ესეთი დინამიკით მიდის. მაგრამ აქ სხვათა შორის მგონია პირველ ვარიანტში, რომ შესაძლებელია თქვენ გქონდეთ არჩევანი ორ სხვადასხვა ადამიანს შორის. ანუ ან ეს ადამიანი, ან კიდევ ვიღაც სხვა. ოღონდ ეს სხვა ადამიანი არის სრულიად განსხვავებული ამ პიროვნებისგან. ანუ ეს ხო რაღაც ესეთი ცეცხლოვანი და თავდაჯერებული და ქარიზმატული, შეიძლება თვითონაც ბევრი ასე ვთქვათ, საპირისპირო სქესის ბევრი თაყვანისმცემელი ყავდეს, ხშირად ისმენდეს კომპლიმენტებს მისი მისამართით და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ
რაღაცა ამ ადამიანს უფრო ამ ეტაპზე თქვენ ყავხართ სამიზნეში ამოღებული და აი ამისი სრულიად საპირისპირო ვერსია გამოჩნდება ან დაბრუნდება თქვენი წარსულიდან ის მეორე უფრო დინჯი, უფრო გაწონასწორებული, შეიძლება ასაკითაც უფროსი იყოს ის მეორე ადამიანი თქვენთან შედარებით, ხო? უფრო აი დაღვინებული ადამიანი ესე რომ იყვიან ხოლმე, აი ესეთი ტიპაჟი. და აი თქვენ რაღაცა სხვათა შორის მგონია, რომ რაღაცა პერიოდი გექნებათ ისეთი, რომ აი ორივეს შეიძლება წერდეთ. ორივეს შეიძლება რომ ხვდებოდეთ. და აი რაღაც თითქოს არჩევანის წინაშე დგებით და იწყებთ იმის გააზრებას, რომ აბა რომელი გირჩევნიათ, რომელი უფრო სასურველია თქვენთვის, რომელი უფრო გაგრძნობიერებთ თავს ბედნიერად და ასე შემდეგ. რაღაც ეგეთი არჩევანი შეიძლება იყოს და სხვათა შორის მე მგონია, რომ ერთ-ერთ მათგანთან საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აგეწყობათ, რომელსაც აქ პერსპექტივა რომ მივიდეს ქორწინებამდე და მეორე ხო თავისთავად გუდანებაც აუკრავთ და გააბარგებთ. და ეხლა რომელი დარჩება და რომელი წავა ამ მომენტისთვის ეხლა ამის თქმა ცოტა შეუსაბამოც იქნება, იმიტომ რომ ჯერ თვითონ სიტუაცია აქამდე არც მოსულა და ჯერ მოვიდეს ეს ადამიანი გამოჩნდეს ეს მეორეც. და დანარჩენზე მე ვისაუბროთ, მაგრამ თვითონ ამ ადამიანის სურვილი როგორც ესეთი არის, მაგრამ თქვენთან მე ვფიქრობ, რომ დარჩენის პერსპექტივა ამ ადამიანს უფრო ექნება, ვიდრე იმ მეორეს, იმიტომ რომ ეხლა ამ ადამიანის ფიქრები არის ისე მიმართული, რომ აი თუ გამოვა და თქვენი ურთიერთობა აშენდება და აეწყობა, აი სიამოვნებით შექმნით თქვენთან ოჯახს, იმიტომ რომ აი რაღაცა მისთვის იდეალური მეუღლის ტიპაჟი შეიძლება რომ იყოთ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დარჩენის პერსპექტივა ამ ადამიანს უფრო მეტი აქვს, ვიდრე იმ მეორეს, მაგრამ ნახოთ აბა ჯერ ის მეორეც მოვიდეს, გამოჩნდეს, იქნებ რას გთავაზობთ, ხო? ან ეს ადამიანი როგორ მოიქცევა თვითონ ეს პირველი ვარიანტი. ეს იყო ხო სიგნიფიკატორი, ამას გადავდებ, დანარჩენს ჩავაბრუნებ. ეხლა გადავალ მეორე ვარიანტი და პირველ ვარიანტს შევახსენებ, რომ კომენტარებში და ლაიქებში გიმოდებით, ასევე პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ ნომერზე 511-14-91-78. ეხლა მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, აი ეს ლაზურიტი, თქვენთან რა ხდება? ამ ადამიანის განწყობა არის საკმაოდ რომანტიული. ფლირტისთვის, სიყვარულისთვის მოვიდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ორენი თასები ძალიან პირდაპირი პასუხია. რატომ მოვიდა და რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? ისო პენტაკლების მეფე მიტრიალებს, წეღანაც კვერთხების პენტაკლების მეფე იყო და ნახოთ აბა აქ ვინ არის. რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? როგორი ურთიერთობა უნდა საერთოდ რას ელოდება თქვენთან? რატომღაც მეორე ვარიანტთან სამსახურებრივი რომანიც შეიძლება რომ განვიხილოთ. ან უბრალოდ კოლეგა და შეიძლება ერთ საქმეში მოღვაწეობდეთ. ნახოთ აბა. კი ბატონო. ისთვის მოვიდა ეს ადამიანი. თქვენი ახალი ნაცნობი. გავიგეთ.
როგორი პასუხი გვაქვს ახლა აქ ამ ვარიანტში ჩემს მეორეებთან აქ ტარო გვეუბნება ესეთ რამეს. ეს ადამიანი მოვიდა თქვენთან იმისთვის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ურთიერთობა, რომელიც იქნება მეგობრობაზე დაფუძნებული უპირველეს ყოვლისა. ამ ადამიანს უნდა რომ ერთმანეთისთვის იყოთ პირველ რიგში კარგი მეგობრები, კარგი თანამოაზრეები და ასეთ ბაზაზე, ასეთ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა შემდგომ მე გადაიყვანოთ სხვადასხვა ეტაპზე. ხო, წეღანაც თქვი და ეხლაც ვიმეორებ, შეიძლება ვიღაცებთან რაღაცა საერთო სამსახურებრივი გარემო, ან უბრალოდ კოლეგები და ერთი პროფესიის ხალხიც შეიძლება აღმოჩნდეთ ესეც დასაშვება და სხვათა შორის მგონი რომ თუ ეხლა უფრო 7 წყნარი და კარჩაკეტილი ცხოვრება გაქვთ და რაღაც ისეთი წყნარი და მონოტორული რეჟიმი გაქვთ, შეიძლება ამ ადამიანს სურდეს რომ მის სამეგობროში, მის როგორ დავარქვას სწორად, ანუ მის გარემოცვაში, ხო, ესე ვთქვათ, რაღაცა გასართობი სიტუაცია რო იქნება, ხიარულების გარემოება, ხო? მასთან ერთად რო იყოთ, ხომ, ერთად გაერთოთ, ერთად იმოგზაუროთ, ერთად იცეკოთ, იმღეროთ, სხვა სიტუაციებში. რაღაცა ესეთი სურვილი აქვს ამ ადამიანს, ხო, რომ ერთად შექმნათ რაღაც მოგონებები, სასიამოვნო თავგადასავლები, ხო? მაგრამ სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ესეთი აზრახვებით შემოდის, ადამიანი ფიქრობს იმასაც, რომ დრო სჭირდება ჩვენს ურთიერთობას და ეს ადამიანი არის მზად იმისთვის, რომ მოიცადოს, დაგაკვირდეთ ზუსტად ამ პერიოდში, თქვენ როგორი ტიპაჟის ადამიანი ხართ, როგორი გქცევით სხვადასხვა გარემოებებში, არ ვიცი რატომ მოდის, მაგრამ შეიძლება ამ ადამიანს უნდოდეს თქვენი ნახვა სიმთვრალეში. ხო, როგორი გქცევით სიმთვრალეში, რატომაც წამოვიდა ესეთი ინფორმაცია და პრინციპში არის მაგაში რაღაც ლოგიკა, იმიტომ რომ მაგდროს ადამიანი თავს ვერ იკავებს და არის ყველაზე გულახდილი. ხო და რაღაც ეგეთი მომენტი აქვს, რომ სხვადასხვა გარემოებებში რო გნახავთ და თუ დარწმუნდა რომ ნამდვილად ის ადამიანი ხართ, ვინც მას სჭირდება და თუ თქვენთვის სასურველი იქნება ეს ადამიანი, მე რაღაცა გადახვიდეთ საკმაოდ ისეთი სტაბილურ და ცოტა კონსერვატიულ ურთიერთობაზეც. აგიც არ გამორიცხოთ. აქ იცი როგორი ამბავი იქნება, ურთიერთობის დასაწყისში და შეყვარებულობის პერიოდში, რომ რაღაცა ძალიან ესეთი მხიარული წყვილები რო არიან ხოლმე და მე რომ უფრო რაღაცა კლასიკური ოჯახური სიტუაცია და ამბავი რომ გამოსდით ხოლმე. ხო, რაღაცა ესეთი ვარიანტი და გეუბნებით შეიძლება თქვენი თანამშრომელი ძალიან მოდის რა ეს ამბავი რაღაცა ერთად მუშაობა, კოლეგა ძალიან მიტრიალებს ახლა ეგ რა. ნუ ნახოთ აბა. ჩემ ძვირფასებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ვინმეს გამოწერილი არ გქონდათ და პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511-9411-69. ასევე ლაიქებში და კომენტარებში გელოდებით, ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი აქტიურობა. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ ეს ჩვენი ობსიდიანი. ახალი ადამიანი. როგორი ჰარმონიულია. ძალიან ემოციური, ინტუიციური ადამიანია. ან შეიძლება თქვენ იყოთ ეს თასების დედოფალი. კი. ნუ თუ ქალბატონები მიყურებთ, თქვენი ტიპაჟია და შეიძლება თქვენ გხედავდეთ ესეთ, მოდი მე დავახასიათებ და თუ ქალბატონები ხართ, თქვენს თავზე მიიღეთ, თუ არა და უბრალოდ ესეთი ხასიათის ადამიანია. ძალიან ინტუიციური. საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული, შეიძლება საუბრის დროს კონდეს დაბალი ხმის ტემბრი, საუბრობდეს მშვიდად. ამ ადამიანის გარემოცვაში რომ ხართ, შეიძლება ძილიც კი გერეოდეთ, იმდენად მშვიდია და იმდენად უსაფრთხო, უვნებელი. ხო, ანუ
თქვენ გადაწყვიტეთ, ეხლა ეს აღწერა უფრო მეტად თქვენი სიგნიფიკატორია და ასე გხედავთ ეს ადამიანი თუ ჩაფიქრებული პიროვნების ხასიათი, ამიტომ აქ ამომდის თასების დედოფალი და შეხედეთ როგორი ნარნარა, როგორი ნაზია, გიждები ამ არკანზე. თან ნახე ამ დასტაში ეს ჩვენი თასების დედოფალი არის იებთან ერთად და აი მართლა ძალიან ნაზი ქალების სიგნიფიკატორია ხოლმე. ნუ ეხლა თუ მამაკაცზე გაქვთ ჩაფიქრებული, მაშინ ესე ხედავთ და აღვიქვავთ და თუ მამაკაცები მიყურებთ, მაშინ თქვენი ქალბატონია რა, ესეთი ტიპების. ძალიან მიყვარს ეს არკანი ამ დასტაში. ხო, ეხლა აქ რა გვაქვს? გავიგეთ ეს დახასიათება. მეორე ადამიანი როგორია მეორე? ეს ქალბატონი გავიგეთ თუ ვიცი ვისაც ეხება და მეორე როგორია? მეორე ადამიანი ძალიან პასუხისმგებელი, ძალიან საქმიანი, შეიძლება არასდროს არ ჰქონდეს საკმარისი დრო, სულ გადარბენაზეა, სულ სადღაცას მიდის, საიდანღაცას მოდის, სულ ვიღაც ურეკავს, აი ბევრი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ამ მეორე ადამიანის ურთიერთობაში. და ეხლა თქვენ დაალაგეთ, რომელი ხართ ამ ურთიერთობაში, ხო? მოდი ვიკითხოთ ეს ადამიანი თქვენთან რატო გამოჩნდა, რა ტიპის ურთიერთობა უნდა და რა გაჩოხჩოხდა ეს. აი ასე. რა ტიპის ურთიერთობისთვის მოდის ეს ადამიანი? თქვენთან რისი მიღწევა უნდა? რა საინტერესო დასაწყისი გვაქვს? მოვიხიბლე. პენტაკლების მეფეები რა არის ვერ გავიგე. წეღან იყო მარტო კვერთხების მეფე. რისთვის მოდის? აი კიდე. აქაც გვაქვს კვერთხებიც და პენტაკლების მეფეებიც, მაგრამ ეს რისთვის მოდის ეს ადამიანი? რა საინტერესოა, მადროვეთ ერთი წუთით. მერე ეს თქვენი არც ძალიან ახლო ადამიანი არ უნდა იყოს. ახლო კი არა და ანუ ახალი, უფრო სწორედ ეს მინდა რომ მეთქვა. იმას უყურე რა. გავიგე. ეხლა შეხედეთ რა საყვარელი ამბავია. აქ ხო ყავდა ეს თასების დედოფალი და აგერ ჩვენი თასების მეფე. ესეც ამ იებშია ჩამჯდარი გირდები ამ არკანებზე, მაგრამ ნუ აქ ქალი ბევრად უფრო კაი ტიპია, უხეშად რო ვთქვათ. კარგი, ეხლა რა გვაქვს? ზოგადად ეხლა გაშლა ეხება იმას, რომ ახალი ადამიანი ხო, ესე დავარქვი ამ გაშლას, მაგრამ რატომღაც მომდის ესეთი შეგრძნება? არა მარტო გაშლიდან, აი შინაგანად ინტუიციურად ვგრძნობ, რომ ეს შეიძლება თვითონ ურთიერთობა ახალი იყოს, მაგრამ შეიძლება წარსულში რაღაც გადაკვეთა გქონდათ ამ ადამიანთან უკვე. ან სადღაც გაგონილი გქონდათ ვიღაცა საერთო ნაცნობიდან და ანუ რაღაცა იცოდით ამ ადამიანზე უკვე. ან შეიძლება სხვა დროს რაღაცა შეხვედრი ხართ, მაგრამ ურთიერთობა არ აგიწყიათ, ხო? ანუ რაღაცა იყო უკვე თქვენს შორის. ესე ვგრძნობ. ნუ ეხლა შეიძლება ყველასთან ესე არ იმუშაოს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, აქ ხა ერთი ადამიანი ხო არ მიყურებს და ხო არ მისმის ბევრი ხართ და უმრავლესი თქვენგანისთვის მგონია რომ ეს არის ადამიანი, ვიზეც წარსულში ან უკვე იცნობდით, ან გაგონილი ყავდათ ეს ადამიანი და ანუ რაღაცა წარმოდგენა მაინც ამ ადამიანთან უკვე გქონდათ. ამის თქმა მინდა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ გაშლას, შეგრძნებებს თავი დავანებოთ. თვითონ გაშლა ამბობს იმას, რომ ეს ადამიანი მოვიდა იმიტომ რომ
აი რაღაც მგონია რომ ასაკითაც არ უნდა იყოს მაინც პატარა და ახალგაზრდა და შეიძლება ფიქრობს რომ უკვე დრო მოვიდა რომ სტაბილურ ურთიერთობებზე დაფიქრდეს იმიტომ რომ აქ ისე აი ნახე წინა ორ გაშლაში თუ მოდიოდა რაღაც უფრო რომანტიული ურთიერთობის სურვილი აქ არის აი პირდაპირ ოჯახი პირდაპირ რაღაცა ნიშნობა რაღაცა ბეჭდის გადაცემა და რაღაც აი ძალიან ისეთი ვარიანტები იყო რა ხდება რა პერიოდი რა ხდება ცაში კოსმოსში ვიცი სხვა მარტია როცა ხა ვიდეოს ვწერ ხო ანუ რაღაცა ძალიან ესეთი სერიოზული აი თითქოს ოჯახის შექმნის დრო მოუვიდა ესეთი განწყობა აქ ადამიანს ზოგადად და თქვენთანაც მოდის იმიტომ რომ აი რაღაცა გამონახოს თქვენთან საერთო და დაგიყოლიოთ ურთიერთობაზე აი ეს სიტყვა დაგიყოლიოთ ძალიან მოდის იმიტომ რომ აი თქოს უნდა დაგარწმუნოთ რატომღაც შეიძლება ადამიანს გონია რომ მარტივად არ დასთანხმდებით ურთიერთობაზე შეიძლება ესეც იყოს და რაღაცა მგონია რომ აი გარშემომყოფებმა შემოუძახეს და თითქოს აიძულეს რომ თქვენამდე მოსულიყო აი თუ ცოტა ასაკით უფროსი ადამიანები მიყურებთ შეიძლება იყოს აი გარიგებას რო ეძახიან თუ რაღაცა ესეთი რაღაცა შეიძლება იყოს ხოთაშორის ახლა ეგეთი ინფორმაციაც წამოვიდა თუმცა ახლა ეს უფრო მცირე თქვენ გასახება მაგრამ თუ ეს არის რაღაცით ძველი ნაცნობი თუ რა ვიცი რაღაცა კავშირი თუ გქონდათ ამ ადამიანს გაუჩნდა ესეთი განცდა რომ შეიძლება და თქვენ დაგკარგოთ და აი ეს დაკარგვის შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდება რომ ამ ადამიანს უბიძგებს და უბიძგა რომ თქვენამდე მოსულიყავთ იმიტომ რომ თქვენში იმხელა ქარიზმას იმხელა თავდაჯერებას იმხელა ქალურ ფემინინურ სექსუალურ ენერგიებს შეიძლება ხედავდეს ან თუ მამაკაცი ხართ თქვენ პარტნიორ კარში აი ამ თვისებებს რო ამჩნევთ აი იმხელა мотиваცია შეიძლება გეძლებოდეთ რომ ამ ქალთან მიხვიდეთ დროზე ჩქარ და მალე რო არ დაგასწრონ იმიტომ რომ აქ აი ესეთი მგრის მოდის რომ აი კაცის მხრიდან ხედავ შიშს იმისა რომ აი ვაიდა ხელიდან არ გამომეცალოს მამაკაცის მხრიდან აქ მოდის ესეთი შიში ძალიან იკვეთება და აი ეს შიში გახდება იმის мотиваტორი, რაც ამ ადამიანს თქვენამდე მოიყვანს. აქ უფრო გეუბნებით, მგონია, რომ ეს არის თქვენი ძველი ნაცნობი. კი, აუცილებლად რა, ნუ უმრავლესი თქვენგანი შემთხვევაში. და თუ ახალი ნაცნობია, მაშინ შეიძლება ესე გადათამაშდეს, რომ ეს არის რაღაცა ახალი ნაცნობი, რომელსაც მარტივად არ აძლევთ შანსს და ამ ადამიანს აქ ისეთი განწყობა, რომ აი მაინც ჩემს ეს გავიტან, მაინც ისე იქნება, როგორც მე მინდა, მაინც დაგიყოლიებ ურთიერთობაზე და ასე შემდეგ. აი ასეთი ტიპის ადამიანი ჩანს. ხო. და ცოტაშორის ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე და კი უბრალოდ კი არ ფიქრობს, აი ოცნებებში გადასდის ხოლმე რა. ეგეთი გაშლა გქონდა ეხლა აქ მესამე ვარიანტში. მე ხლომდა დაგემშვიდობოთ და შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციები ვისაც გსურთ უფრო დეტალურად გაშლები, ნომერზე 511 14 91 ტელეგრამზე, ვატსაპში, ვაიბერში შეგიძლიათ მომწეროთ, თუნდაც უნდა მომწეროთ. და რა ძალიან არაკომფორტული რამეა ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება ვიყო ან კონსულტაციაზე ვინმე თქვენგანთან ან შეიძლება ისეთ შეუსაბამო გარემოში ვიყო, რომ იმისას ვერ მოვახერხო და ვერ გიპასუხოთ. ამიტომ უნდა მომწეროთ და შემდგომ შევათანხმოთ დეტალები. ეხლა დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის დროებით შემდეგ ვიდეომდე.